ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებს ყველაფერი იმას, რასაც მათ აბრალებენ ქვეყნის შიგნით ქართული ოცნების წევრები ყოველდღიურად. ეს იყო დღეს ქართულ ოცნებასთან ივანიშვილის გუნდთან ჩვენი კითხვის მთავარი პათოსი, ვინაიდან ქართულ ოცნებას ფაქტობრივად ევროკავშირის დისკრედიტაციის კამპანია აქვს გამოცხადებული ქვეყანაში. საზოგადოებას ყოველდღიურად არწმუნებენ, რომ ევროკავშირი უდრის საბჭოთა კავშირს, რომ ქართველთ მოძულეები არიან ისინი, ვინც დღეს ხელმძღვანელობს ევროკავშირს. შესაბამისად, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუ ასეთი ცუდია ევროკავშირი, მაშინ რატომ არ უშვებს ქართული ოცნების წარმომადგენლები არ უშვებენ შესაძლებლობას ხელიდან, რომ იპოზიორონ ევროპელ ლიდერებთან კამერების წინ და გადაიღონ მათთან ფოტო. ეს ყველაფერი დღეს ჩვენ ვკითხეთ ქართული ოცნების წევრებს, რა პასუხი მივიღეთ, შეგვიძლია ერთად მოვისმინოთ. როგორ ხდება, რომ თან Deep State-ზე საუბრობთ, თან ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგება გინდათ და სომხეთში ახლა შეიძლება ირაკლი კობახიძე ჩავიდეს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არაფორმალურ გავლენებზე, პრემიერი იქნება თუ რიგითი დეპუტატი, ხომ? და შემდეგ თქვენი შეკითხვა არის, რომ ამის ფონზე როგორ უნდა დაალაგოთ ურთიერთობები. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაში არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის, როგორც ბატონი ტრამპი უწოდებს, ჭარბი გავლენები იყო და შესაბამისად შეიცვალა ადმინისტრაცია, ამჟამინდელი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ომი აქვს გამოცხადებული ეგრეთ წოდებული Deep State-თან და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ ურთიერთობას ახალ ადმინისტრაციას. ზუსტად ანალოგიური არის ევროკავშირთან მიმართებაში. დღევანდელი მართველი კლასი, რომელიც აბსოლუტურად დამოკიდებული არის ასეთ გავლენებზე, ეს მართველი კლასი ან გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ ქართულ ოცნებას ვერც რევოლუციით ვერ ანაცვლებს, ვერც არჩევნებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე სცადა ერთიც და მეორეც, დასხდებიან ჩვენთან დაიწყებენ საუბარს, ან ეს მართველი კლასი გამოიცვლება. რა პრეტენზია თქვას ახლა პირდაპირ უნდა უთხრას მაგალითად მარტაკოსი იქნება თუ ნებისმიერ ევროკავშირის წარმომადგენელი, რას ფიქრობს, აი ეტყვის, რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირის მსგავსია, რასაც საჯარო პოზიციონირებს. მე არ ვიცი ირაკლი კობახიძე რას ეტყვის მარტაკოს და რას არა, არ გულია ასეთ შეხვედრებზე ასეთი განცხადებების ადგილი იყოს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი დისეულად დაიცავს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესს. თუ სამართლო განცხადებებს გააკეთებენ, არ გავაკეთებთ. მარტაკოსი მოციქულია უფლის. როცა ჩვენს ქვეყანასთან როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობის გაუმჯობესება, როცა თან ლანძღავთ ადამიანებს? არა, მე არავინ არ გამილანძღავს და არ მგონია ვინმეს ვინმე გაელანძღავს. ჩვენ ვაგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ. ოღონდ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის უსამართლო და მიუღებელი, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ გავითვალისწინებთ. 4 მაისს გაიმართება ერევანში სომხეთ-ევროკავშირის ერთობლივი სამიტი და ერევანში ელოდებიან ევროპელ ლიდერებს, როგორც ევროკავშირის ლიდერები, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ჩავლენ ერევანში და დაესწრებიან ამ სამიტს, რომლის შემდეგაც გამოქვეყნდება ერთობლივი დეკლარაციაც და ძალიან მნიშვნელოვანია ეს სამიტი, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის როლის კიდევ უფრო ზრდისთვის, თუმცა სპეციალისტები სვამენ კითხვას, რა უნდა ამ სამიტზე ირაკლი კობახიძეს, რომელმაც 28 ნოემბერს ოფიციალურად შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაცია. ევროკავშირი ძალიან აქტიურად ერთვება უკვე სომხეთთან მოლაპარაკებებში. სომხეთი ხდება რეალურად ძირითადი ყურადღების ძირითადი სამიზნე ევროკავშირის მხრიდან. ფიქრობ, რომ რეგიონში ეს ნამდვილად მისასალმებელია. გაუგებარი უბრალოდ ნამდვილად რას უნდა აკეთებდეს იქ კობახიძე, ან რისთვის მიდის იქ ქართული ოცნების წარმომადგენელი. ჩემი აზრით, არანაირი ფუნქციონალური დატვირთვა მას იქ არ ექნება. მას ის მხოლოდ ექნება შესაძლებლობა, რომ შექმნას შტაბ-ეშტილება ალბათ ქართული მოსახლეობისთვის, რომ თითქოს ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება ყველაფერი ევროკავშირთან, რაც რეალობას ნამდვილად არ შეესაბამება. ქართული ოცნება რეალურად აღარაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს წინ წაიწიოს ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ამიტომ მისი ყოფნა არის სხვა არაფერი, თორე თვალთმაქცობა. ისინი ცდილობენ ეს ყველაფერი რაღაცა სხვა გზებით, რაღაცა სხვა ფორმებით მონახონ თითქოს დარეგულირების გზები და სინამდვილეში არანაირი ნაბიჯის გადადგმა არ უნდათ იმისთვის, რომ დააბრუნოს საქართველოს ევროპული განვითარების გზაზე და ძალიან კონკრეტული მოთხოვნებია დაყენებული, რომელსაც პრინციპულად არ ასრულებს ქართული ოცნება და რეალურად აი მორმაგი თამაშის პირობებში არის თვითონაც გაჭედილი, იმიტომ რომ არაპროფესიონალურადაც მუშაობენ, მაგრამ იყენებენ ყველა შესაძლო შემთხვევას იმისთვის, რომ იქნება და ვინმესთან რამე გამარჯვება გამოვიდეთ, რომ იზოლაცია დაარღვევენ. კიდევ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის იმისთვის, რომ ის რაღაცა შავი ფული მოიზიდონ, აჩვენონ მთელ სოფლიოს და განსაკუთრებით შავი ფულის ფლობელებს, რომ მათ ჯერ კიდევ აქვს ტრანზაქციული ურთიერთობები ევროკავშირთან და ამისთვის მათ ჭირდებათ რაღაცა გამოჩენა, ვიღაცის ხელის ჩამორთმევა და შემდგომ რუსული ფული იქნება სანქცია თუ შავი სხვა ფული ამას მოიჭიდა და ამის არაერთი შემთხვევა მათ შორის მაგალითად ყოლები.
სომხეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ქვეყანაა, მათ შორის ამ საკითხს გაუსვა ხაზი ნიკოლ ფაშინიანმა, როდესაც ის იმყოფებოდა საქართველოში, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაწევა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ოფიციალური ერევანისთვისაც და ამაზე საქართველოს საკითხზე ისაუბრა მათ შორის ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროსაც.